ოფელიას სიკვდილი იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ხვდება, სინამდვილეში ალბათ ერთადერთი კეთილი ეპიზოდია მთელ ჰამლეტში. იმიტომ რომ გარდაცვლილ ოფელიას თან უნდა წაყვეს ის განცდა, რომელიც მას მისცემს ბედნიერებას, რომელიც მას არ ქონია ამ ქვეყნად. ანუ შესაბამისად ოფელია იმ ქვეყნად არ უნდა განიცდიდეს ტანჯავს, რომელსაც განიცდიდა აქ. ბედნიერი წავა იმ ხო, ბედნიერი წავა და ამიტომაც ეს სინამდვილეში ხო ოფელიას სიგიჟე მაგას ემსახურება. ოფელიას სიგიჟე ემსახურება იმას, რომ ოფელიამ თავი არ მოიკლას. რომ შეშლილი ოფელია თუ თავს იკლავს კიდე, მაშინ ოფელიას სიგიჟე ლიტერატურული თვალსაზრისით უფუნქციო გამოდის. რაც ნონსენსი. და სიგიჟე საჭიროა იმისთვის, რომ ოფელია მოკვდეს, ანუ საჭიროა იმისთვის, რომ ოფელიამ თავი არ მოიკლას და მოკვდეს და პლუს ამას კიდე მოკვდეს არა იმ განცდით, რომელი განცდითაც მან თავის ცხოვრების დიდი ნაწილი იცხოვრა. არამედ იმ განცდით, რომელსაც იმსახურებს. ხო, არამედ იმ განცდით, რომელსაც იმსახურებს. ძალიან კეთილი აღმოჩნდა. ხო, ძალიან კეთილი.